მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, გამომწერებო იუთუბელებო. იმედია ყველანი კარგად ხართ და ყველაფერი კარგად გაქვთ. ეხლა უბრალოდ ავიღე The Well of the Year Tarot Card. აი ესეთი წლის ბორბალს ეძახიან, მაგრამ Four Season ქვია, ანუ 4 სეზონის დასტა. ნახოთ აბა ენერგიები დღეს როგორი ენერგიებია. ცოტა ორაკულს გავს, რა თქმა უნდა, რაიდერის ინსტრუქციითაც იკითხება. აბა როგორი ენერგიებია დღეს. უმრავლესობას შეიძლება რაღაც შეფერხება მოგივიდათ გზასთან დაკავშირებით, წასვლასთან დაკავშირებით, აქ ამოდის სამსახური, შეიძლება მუშაობთ, მაგრამ რაღაცა, ანუ რო იტყვიან რაღაცას ელოდებოდით რაღაც გზას, მაგრამ დროებით ეს გზა შეიძლება პატარა გზა იყოს, შეიძლება არ არის დიდი გზა. ნუ ენერგიები ამოდის ესეთი, ანუ ჯერ კიდე პროცესშია, ანუ მოლოდინის პროცესშია, მოლოდინის რეჟიმში მუშაობთ, რაღაცას ელოდებით, ამბავს, რაღაც აქ ამოდის ფულს აგროვებთ, შეიძლება რაღაცის შეძენა გინდათ, შეიძლება რაღაცის ყიდვა გინდათ, მაგრამ ენერგიები ამოდის სამართლიანად, სამყარო გადაწყვიტავს თვითონ სამართლიანად, ანუ როგორც მუშაობთ, ისე აგინაზღაურდებათ, ხო? სამყაროში რა ხდება, ენერგიების გაცვლა, გამოცვლა, ანუ რასაც მუშაობთ, იმას გვინაზღაურებენ ფაქტიურად და ესე იქნება რა, ჩეინჯი გამოდის, თქვენ წინ დახედული ქალი ხართ, გონება მახვილი, ცივი გონებით უყურებთ ყველაფერს, გადაწყვეტილებებს იღებთ კარგად, ზოგჯერ მერყეობთ, ბევრ რაღაცაში შეიძლება ეჭვი, შეგაქვთ, ეს ემოციების ბრალია, აქ ამოდის კარტი წარსულიდან გამოსვლა, შეიძლება ფიქრობთ რაღაც სიტუაციიდან, მომენტებიდან, მოცემულობიდან, ან ადამიანიდან გამოსვლა, ანუ შეიძლება ადამიანიც წავიდა დაკარგეთ, ან არა აქვს მნიშვნელობა, პირადია თუ ისე, ანუ გამოსვლა გინდათ რა, ახალი გინდათ, ხო? უფრო მამაკაც ეხება, შეიძლება ის მამაკაცი, რომელიც იყო თქვენ ცხოვრებაში, რაღაც ჩაიდინა, იმიტომ რომ აქ ამოდის თვალთვალის კარტი, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლომდე არ ენდობოდით და მართლაც აღმოჩნდა, რომ ან ცოლი ყავს, ან საყვარელი ყავს, ან კიდე ვიღაც ყავს და ამის გამო მოხდა აწონ-დაწონვა, გასამართლება და ცოტა, ანუ depressed ხართ, ანუ რო იტყვიან გაგიწბილდათ გუნება, ანუ ადამიანისგან ახლა რო გაგიცრუდება გული, ხო? როგორ იქნები? რო გჯერა და უცებ გაიგებ, რომ ამ ადამიანს რაღაც სხვა მიზნები ამოძრავებდა, ან თუნდაც ერთობოდა დროებით, მაგრამ ეს ხო ყველაფერი, ანუ მოქმედებს ემოციონალური ფონით, ამიტომ არის დეპრესიული, გაღიზიანებული, დაძაბული, მაგრამ ამას ყველაფერს ახალი გზა გამოაკეთებს, რომ იტყვიან თქვენი ცხოვრების გზა, ნაპოვნი გაქვთ, იცით უკვე კონკრეტულად, თქვენ ახლა ფიქრობთ ყველაფერი, ანუ ეს აზრები გაქვთ გადაწყობილი სტაბილური ცხოვრების შექმნისკენ, კარიერისკენ, სამომავლოდ და მართლაც შექმნით თქვენს ცხოვრებას, იმიტომ რომ თუ ეს იყო გულგაცრუება, იცოდეთ, რომ სამყარო კომპენსაციას გაძლევთ ფინანსური კუთხით, კარიერის კუთხით, ასევე შიშები გაქვთ, ასევე რაღაც იმ დაფარული რაღაც საიდუმლოსი გეშინიათ, არ ვიცი ეს საიდუმლო რას ეხება, კიდევ ერთხელ ვიძახი, საჯარო გაშლა და უბრალოდ ენერგიები ვკითხე, თუ ემთხვევა და თუ რეზონირდა, ესე იგი თქვენ ხართ ის, ვინც უნდა გაგეგოთ ახლა სამყაროსგან ეს ინფორმაცია, ხო? ვიცით, რომ ძალიან სწრაფად იცვლება ყველაფერი, ენერგიებიც, ადამიანებიც კი შეიცვალნენ და შეიძლება დღეს რო ერთს ამბობენ, ხვალ საერთოდ 180 გრადუსით სხვა რამე გითხრან, ამიტომ დღეს
ესე ხელაღებით ვერავის ვერ ენდობი, იმიტომ რომ ეს დამოკიდებულია ძალიან ბევრ პროცესებთან. პირველ რიგში დედამიწა, მერე ენერგიები, მერე აი თვითონ დღე-ღამის განმავლობაში, ანუ რო იყო 24 საათი, ჯერ შემცირდა 18 საათით, ეხლა ამბობენ 16 და ვიძახიან რომ კიდე ანუ დაჩქარდება და შემცირდება, უბრალოდ ამას ჩვენ ვერ ვამჩნევთ. ასევე თვითონ დედამიწის მდგომარეობა, პოლუსები იცვლება, ციკლურობა იცვლება, ანუ ძალიან ბევრი რამე იცვლება და ამ პროცესში ვართ ახლა ჩვენ, ამიტომ დროც დაჩქარდა, მოვლენებიც ასწრაფდა და დაჩქარდა, ადამიანებიც ანუ ერთს რო იძახიან, ვთქვათ, გუშინ, სხვა რამეს ამბობენ ხვალ, ასე რომ სულ გადასამოწმებელია ყველა და ბოლოს ეს უბრალოდ რჩევის მიზნით აბა რას გირჩევთ სამყარო, ვინც ახლა უყურებთ ამ ვიდეოს და ხართ შემოსული, ეს იყო უბრალოდ ინფორმაცია მოცემული დღევანდელი დღის სამყაროსგან რჩევა. რა იქნება? წინ მიდიხართ, როგორც მხედარი, მამაკაცისგან გაქვთ გულდაწყვეტა, მაგრამ დასტაბილურდება სიტუაცია, მე არ ვიცი როგორ, საჯარო გაშლა და ეხება ყველას, თუმცა შინაგანად გაყინათ ამ ადამიანმა, ანუ გრძნობას ვიძახი. გზა, ისევ ამოვიდა მეორედ გზა, ანუ თქვენი ცხოვრების გზა არის, ანუ უბრალოდ გზას ადგახართ, ყოველ შემთხვევაში შეიძლება ბევრიც აიღოთ თქვენ თავზე, გამოგიჩნდეთ ბევრი სამუშაო, აი დავიგრუძე რო იტყვიან, ხო? მაგრამ უკეთესია, რომ არ იფიქროთ ამ ადამიანზე დროებით მაინც, იმიტომ რომ სამკუთხედი იკითხება. იქ არის ვიღაცასთან და ფიქრობს თქვენზე. აი ესეთი მომენტია. ბოლოს ყველაფერი, რო იტყვიან, ხო იცით, რომ საბოლოოდ ყველაფერი რომ განცხადდება, გაირკვევა ეს სიტუაციაც ამ ადამიანთან დაკავშირებით და თქვენი ეხლა გადამრჩენი რო იტყვიან, არის თქვენი ცივი გონება და გზა ალბათ რომ ახალი ცხოვრების ეტაპი დაიწყოთ, თქვენ თავზე იფიქროთ, თავიდან რომ დაიწყოთ ყველაფერი. შეიძლება ეს ადამიანიც არ იყოს და სხვა იყოს, მაგრამ პირადად თქვენ რაც გიყვართ, რასაც აკეთებთ, იმაზე იფიქროთ და დაიკავოთ თავი. ჯერჯერობით ამას გირჩევთ არსებული სიტუაცია. რამე თუ დაჯდებით და დაიწყებთ ფიქრს, აყვებით ემოციონალურ ფონზე, ეს არ წაგადგებათ, იმიტომ რომ იქნება სტრესი, აპათია, ნერვიულობა, მე შეიძლება თქვენი თავის დაიდანაშაულოთ, რაც ჩაგაგდებთ ისევ დაბალ ვიბრაციებში და უარყოფით ენერგიებში, რაც თქვენთვის არასახარბიელოა, ამიტომ ეხა გაცინებულები ვერ ვივლით, როცა დაგვიშავეს და უდანაშაულოდ მოგვექცნენ, ან გვადგინეს გული, მაგრამ გადაერთეთ იმ რაღაც სიტუაციაზე, რაც თქვენ გიყვართ. და ბოლოს ამ ადამიანთან თუ დავაგდება სიტუაცია, ვიზეც ახლა მოვიდა ინფორმაცია, ვინც ხართ მანდ, თუ რეზონირდა მომწერეთ, დამილაიქეთ, ამ ადამიანთან თქვენი ურთიერთობა თუ დავაგდება, აი, ვინც ამოვიდა, ვინც უყურებს, ვინც ამ ვიდეოშია. ჯერჯერობით დროებითი პაუზა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ გრძნობა აქვს ამ ადამიანს, უბრალოდ აქ ხელშემშლელი ეტაპი. ნახეთ, რაღაცები უშლის ხელს, ეხლა მე ვნახე აქ სამკუთხედი, მე ვნახე აქ სხვა ქალი. ეს საჯარო გაშლაა, მაგრამ მთლიანობაში, ხო, აი ამოდის კიდე. მე არ ვიცი ხა ეს ქალი ვინ არის, ხო და ამოდის ისევ რომ თქვენი განცდები, დარდები, ჩაკეტილობა, გულდაწყვეტილობა, დანგრევა, რის გამოც აი ეს ვარდისფერი სათვალით რო იყურებოდით, ეხლა უკვე აღარ იყურებით, მაგრამ აღდგენის ენერგია მოდის, უბრალოდ დრო უნდა. ამიტომ ეს სიყვარული თუ დაინგრა, ეს ურთიერთობა თუ დაინგრა, რა თქმა უნდა, იმის ბრალია და არა თქვენი, სამყარო ამას ითვალისწინებს და ყველანაირად მოგცემთ შანსს, აი დაელოდეთ, ნახეთ, მოდის, მორბის რო იტყვიან მხედარი, ამბავი,
დაელოდეთ, გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან ძალიან მალე. და ჯერჯერობით ინფორმაცია იყო ეს, გამიხარდება თუ დამილაიქებთ, თუ მომიწონებთ და დროებით აბა თქვენ იცით წარმატებები.